მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. ვარიანტი გვექნება სულ 2 და მოდით ვნახოთ აბა, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს და რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ, მოდით ქვებიც დავამატოთ ახლა ჩვენ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე, თქვენს ენერგიაზე, თქვენს სიტუაციებზე. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ამიტომაც მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. კვერთხების ცხრიანი. პირველ რიგში მეგობრებო, მე თქვენ ახლა გხედავთ რაღაც ისეთ მდგომარეობაში, შესაძლოა გაწუხებდეთ შფოთვები, დაუცველობის შეგრძნება, თითქოს ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ მიდის, თითქოს თავად სამყარო არის თქვენს წინააღმდეგ, რაღაც ასეთ შეგრძნებებში ხართ, რაღაც ასეთ ენერგიებში ხართ, ფიქრებში, ეწინააღმდეგებით რაღაც გარკვეულ პროცესებს, რომლებიც ფიგურირებს თქვენს რეალობაში, გაურბიხართ რაღაც გარკვეულ ფიქრებს, გარკვეულ სიტუაციებს, ცდილობთ დაიცვათ საკუთარი თავი და ბოლომდე ვერ ხვდებით რისგან და ვისგან იცავთ. კარგით, რა ცვლილებები გელოდებათ? აბა, პირველი ვარიანტი, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ? აბა, ვნახოთ. კვერთხების 6-იანი. პირველ რიგში გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან და თასების 3-იანი. უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, თქვენ გამოდიხართ ამ ნეგატიური მდგომარეობიდან, ამ შფოთვებიდან, ამ არ ვიცი, შიშებისგან, რაც ახლა ყველაზე მეტად გაწუხებთ, რისგანაც ახლა ასე განწირულად იცავთ თავს, აი ამ სიტუაციისგან გამოდიხართ. ნელ-ნელა მოგვარდება ის, რაზედაც ახლა ყველაზე მეტად ხელავთ. თქვენი ყველაზე დიდი, თქვენი ყველაზე გლობალური პრობლემა, რაც გაქვთ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე, იქნება ეს რაღაც მენტალური, იქნება ეს, არ ვიცი, კარიერული, სამსახურის, თუ სასიყვარულო პრობლემები, იცოდეთ რომ მოგვარდება. მოგვარდება. და თანაც ბევრად უფრო კარგი შედეგით, ვიდრე თქვენ ამას ელოდებით. მოულოდნელ ცვლილებებს რაც შეეხება ასევე, თუ რომელიმე თქვენგანს აქვს რაღაც გარკვეული შეჯიბრი, აქ წარმატება, იღბალი მაქსიმალურად თქვენს მხარეს არის, ზოგადად მეგობრებო, იღბალი თქვენს მხარეს არის ძალიან. პირველი ვარიანტი და თასების 3-იანი. ნახეთ, აქ ძალიან დიდი ალბათობით იქნება მოულოდნელი ახალი ადამიანების გაცნობა ან რაღაც მოულოდნელი შეხვედრა. კვერთხების დედოფალი, არკანი მზე, კი ბატონო, რაღაც ნოსტალგიური მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება იყოს, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებ და სხვათა შორის მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ასევე არის ტაროლოგი და რომელსაც ასე მაინც და მაინც ხშირად ვერ ხვდებით, მაინც და მაინც ახლობლები შეიძლება არ ვიყოთ, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ხვდებით, ხოლმე ძალიან ბევრ რაღაცებს ვუყვებით და ასე თუ ისე რაღაც გარკვეული დოზით, დონით ვენდობით ერთმანეთს და მან ერთხელ მითხრა ასეთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ძველი მეგობრის ნახვა ხშირად არის თერაპია. იმიტომ რომ ძველი მეგობრები გვიცნობენ ჩვენ ისე, როგორც არავინ არ გვიცნობს, ამიტომაც შეძლებს და გვარად. პირველი ვარიანტი, ვისაც გექნებათ ამის სურვილი, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ძველ მეგობრებს, თქვენს ძველ ნაცნობებს, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ, როგორც საკუთარ თავში, ასევე საკუთარ ცნობიერში, იმიტომ რომ ხანდახან ირგვლივ მყოფები უფრო კარგად ხედავენ ჩვენში რაღაცებს, ვიდრე ჩვენ თავად ვხედავთ ამას და ასევე ნახეთ, აქ ძალიან დიდი ალბათობით გარკვეული ინიციატივები იქნება. ძველი შეხვედრა გასაგები არის, მაგრამ სავარაუდოდ ვიღაც ახალ ადამიანსაც გაიცნობთ, რომლისგანაც თქვენთვის მოულოდნელად მიიღებთ ძალიან დიდი დოზით გვერდში დგომას, რაღაც გარკვეულ აღიარებას, ასევე აქ ჩანს გარკვეული კარიერული წინსვლა,
ვისაც გქონდათ პრობლემები კოლეგებთან, კოლეგიალურ ურთიერთობასთან, აქ თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ სიტუაციიდან და გამოგივათ ყველაფერი, კიდევ რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ. არკანი ქურუმი. ეს არის თვითჩაძიება, მეგობრებო, თვითჩაძიება, ჩაძიება საკუთარ თავში, საკუთარ ცნობიერში. რაღაც ისეთის დაანახვა საკუთარ თავში, რასაც აქამდე ვერ ხედავდით. აი, ამიტომ გითხარით, მეგობრებო, რომ თქვენი ძველი მეგობრები ნაცნობები მოიკითხეთ მეთქი. შეძლების დაგვარათ, იმიტომ რომ აქ რაღაც გარკვეულ თერაპიას ხედავ, თვით თერაპიას, როდესაც თქვენ რაღაც ახალს იაზრებთ, როდესაც თქვენი ძველი მე იღვიძებს. კიდევ მინდა ერთი არკანი დავამატო. აქ მეთქი. უკუღმა მეჭირა დასტა. კარგით, რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს აბა ვნახოთ. თასების დედოფალი. აღევსებით გრძნობებით, აღევსებით სიყვარულით, აღევსებით გვერდში დგომის ენერგიებით. თუ თქვენ გეგონათ, რომ თქვენ ხართ ძალიან ესეთი მარტოსული, არავის არ სჭირდებით, არავის არ უყვარ ხართ, ვერავის ვერ დააინტერესებთ და ასე შემდეგ. იცით, ასეთი ფიქრები პერიოდულად ყველა ადამიანს შეიძლება მოაწვეს, თანაც ნახეთ რამდენად სიმბოლურია ვარდისფერი კვარცი და თასების დედოფალი. მეგობრებო, თქვენ შეძლებთ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის ავსება ისწავლოთ, ყოველ შემთხვევაში დაიწყოთ სიყვარულით ავსება საკუთარი თავისა, საკუთარი ცნობიერისა, თვით სიყვარულით, თვით თერაპიით და პლუს ამასთან ერთად, იცით, ამ დროს, როდესაც ჩვენ თავად ვავსებთ საკუთარ თავს, გარედანაც მოდიან ადამიანები და გვიდასტურებენ, რომ ხო, შენ უყვარ ხარ სამყაროს, შენ სამყაროს სჭირდები. და ზუსტად ასეთ ენერგიებში გხედავთ თქვენ პირველი ვარიანტი. როდესაც თქვენ თავადაც სწავლობთ და ირგვლივ მყოფებიც მოდიან როგორც დასტური სამყაროსგან. აქ მოულოდნელი ინიციატივებიც იქნება, დიდი ალბათობით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან. და კარგით, მოდით პირველი ვარიანტი ამაზე დავასრულებ და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტს. ხმლების სამიანი. რა არის მეგობრებო, რა ხდება თქვენს თავს, რაღაც გარკვეული ილუზიები დაგემსხვრათ. იცით, ილუზიებში ყველაზე მტკივნეული ყოველთვის არის დანგრევა, იმიტომ რომ რაც უფრო დიდი ხანი არის ადამიანი ილუზიებში, ან თვით ილუზიებში, რაც უფრო დიდი ხანი ცხოვრობს ტყუილში, მით უფრო მტკივნეული არის ხოლმე ამის დაშლა. და სავსებით შესაძლებელია თქვენ ახლო წარსულში გადაიტანეთ რაღაც ასეთი, ან ახლა გადიხართ ამ მდგომარეობას. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ. მეორე ვარიანტი, თასების მეთქი, პენტაკლების ხუთიანი ამოვარდა აქ თავისით და მეორე არკანი, თასების, რატომ მინდა რომ თქვა თასები, პენტაკლების პაჟი. მატერიალური კრიზისი ვისაც გაქვთ, მაგალითად, პრობლემები ფინანსების კუთხით, სამსახურის კუთხით, ეს პრობლემები ვერ ვიტყვი, რომ ხვალ და ზეგ მოგვარდება მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა აუცილებლად დაიწყებს მოგვარებას. პლუს ამასთან ერთად ის ილუზია, რაც ჩამოგეშალათ, მეგობრებო, მესმის, რომ არის ძალიან მტკივნეული, ძალიან მწარე, მაგრამ ეს იყო საჭირო თქვენთვის, საჭირო იმისათვის, რომ ძალიან ბევრი რაღაც გააცნობიეროთ, რაღაცეებში გახდეთ ბევრად უფრო დაკვირვებული, ბევრად უფრო ფრთხილი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მეორე ვარიანტს. რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მეორე ვარიანტს. პენტაკლების შვიდიანი, რაღაც შედეგებს დაინახავთ, მეგობრებო. იცით, მე ვხედავ აქ, რომ რაღაცაზე შრომობთ, რაღაცაზე მუშაობთ აშკარად, ცდილობთ, რომ რაღაც გარკვეული მდგომარეობიდან ან სიტუაციიდან გამოხვიდეთ, ცდილობთ, რომ რაღაც შეცვალოთ და აქამდე არ გამოდიოდა, აქამდე არ ჩანდა შედეგები თქვენს გარკვეულ საქმეში ან საქმიანობაში და ახლო მომავალში თქვენ ამ შედეგებს სამყარო ძალიან ნათლად დაგანახებთ. ძალიან ნათლად და პირდაპირ გაჯახებთ, რომ არ დანებდე, აი შენ პატარა შედეგი და ამ პატარა შედეგის მეშვეობით დააკვირდი, რას აკეთებს სწორად და რას არ აკეთებს სწორად. და ცვლილებები ძალიან დიდი ალბათობით იქნება ფინანსურ რაღაც კარიერულ სფეროში, უფრო ამ ასპექტით წამოვიდა ენერგიები.
ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს თავდაჯერებულობის რაღაც თვითშეფასების საკითხი სხვათა შორის და ნახეთ აქ არ მოვიდა არკანი შეყვარებულები არკანი თასების მეფე და კვერთხების პაჟი. კონკრეტული ადამიანისგან თქვენთვის მოულოდნელად მიიღებთ ძალიან დიდ სიმპათიას. აქ ძალიან დიდი შანსია იყოს აღიარება გამოტყდომა გრძნობებში ადამიანისგან რომლისგანაც თქვენ ამას საერთოდ არ ელოდებით და ეს თქვენ ძალიან აღგავსებთ ენერგიით, მოგცემთ ძალიან დიდ მოტივაციას, ძალიან დიდ ძალას, რომელიც თქვენ თავად ეს ადამიანი არ მოგწონდეთ და არ გაინტერესებდეთ. ბევრისთვის კი აქ არის შემოსული ახალი ადამიანი. ახალი მამაკაცი ან ახალი ქალბატონი თქვენს რეალობაში, ვისთანაც ჩანს აშკარად პოტენციალური სასიყვარულო ურთიერთობები. გავიმეორებ პოტენციალური. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მეორე ვარიანტს კიდევ. პენტაკლების ტუზი. თქვენი ფინანსურ მატერიალური პრობლემების მოგვარების საშუალება აუცილებლად მოგეცემათ, მაგრამ იცით უნდა დაინახოთ ეს პატარა საშუალება. არ უნდა გამოტოვოთ, იმიტომ რომ აქ იქნება იმის ცდუნება, რომ აი მაინც არაფერი არ გამომდის და მოდი ამ გასაუბრებასაც დავიკიდებ, მოდი ამ პროექტსაც დავიკიდებ, მაინც არაფერი არ გამომდის. აი რაღაც ასეთი ფიქრები გექნება ძალიან დიდი ალბათობით, ამიტომაც იყავით ყურადღებით. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და არ გამოტოვოთ ეს პენტაკლების ტუზი, იმიტომ რომ ეს პენტაკლების ტუზი ხო, შეიძლება სწრაფი ტემპით არა, მაგრამ ნელი ბეჯითი და ძალიან სწორი ტემპით შეცვლის თქვენს რეალობას. რას ეხება ეს პენტაკლების ტუზი? კი ბატონო, არკანი იმპერატორი ქალი. სხვათა შორის ვიღაცისთვის აქ იქნება ნანატრი ორსულობა, ვიღაცისთვის აქ იქნება კონკრეტული ტიპის ურთიერთობის პოტენციალის გამოჩენა, აი ფიქრობ მიხვდებით რასაც გულისხმობ, მაგალითად თუ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცისგან, არ ვიცი, ღებულობდეთ სიყვარულს, ღებულობდეთ სიყვარულის და ემოციების კონკრეტულ გამოხატვას, მაგალითად არ ვიცი, საჩუქრებით დავუშვათ, ხო? დავუშვათ. აქ ზუსტად ასეთ პოტენციალურ პარტნიორს შეხვდებით, მაგრამ ეს არის პოტენციალი, მეგობრებო, ჩერჩერობით. ხოლო რაც შეეხება ფინანსურ ენერგიებს, აქ ნაყოფიერი არის აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან ნაყოფიერ ადგილას დათესეთ თქვენი ნაყოფები, მეგობრებო, და რაშიც აქამდე არ იყო შედეგი, იქ დაინახავთ პატარ-პატარა შედეგებს და ეს ძალიან გაკახარებთ. სხვათა შორის კი იქნება ეჭვები, რომ ხომ არ დავიკიდო, უბრალოდ პატარა წარმატება იყო, დიდი ვერაფერიო, მაგრამ არა. არ დანებდეთ არავითარ შემთხვევაში. კი დაინახავთ შედეგებს და ეს შედეგი შეიძლება იყოს პატარა და ცოტათი თან შეიძლება გაგახაროთ, თან შეიძლება ცოტათი იმედები გაგიცრუოთ იმან, რომ პატარა შედეგი არის, მაგრამ არ დანებდეთ. არ დანებდეთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო ნაყოფიერი არის ის, რასაც აკეთებთ, ვიდრე ჩანს ერთი შეხედვით. სულ ეს არის, მეგობრებო, სულ მალე შევხვდებით, ნახვამდის წარმატებები, ნაყოფიერი დრო.